მოდით ახლა გავიგოთ, რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა დედმამიშვილების ურთიერთობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ერთმანეთის ცხოვრებაში და რას ეუბნებიან ისინი დღეს საკუთარ დედმამიშვილებს. სალომე კახეთელიძემ ჩაწერა ქუჩის გამოკითხვა და აი ახლა ვნახოთ სიუჟეტი. ჩემი საყვარლები არიან, სიცოცხლეები არიან, რა იყო? მაღაზე კარგი სხვა რა არის? დედმამიშვილზე კარგი არაფერი არ არის. დაძმას ვერავინ ვერ შეცვლის. ურთიერთობების იმაზე ჩვენ დაძმობა აგებული. და ეგრეა დაწყებული და გავსოლები ვარ თითქმის ბოლოს. ეხლა ონკოპაციენტი ვარ მე. საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივარ და გავიარე ძირითადი და ყველაზე ასე ვთქვათ ემოციური ამ პერიოდში იყო მათი ჩემ გვერდით ყოფნა. უბრალოდ რომ შეხედავდა ყოველთვის ანთებულს რო ხედავ ღირებული ხარ მისთვის დამეხმარნენ ამ პერიოდის გადატანაში. პატარებივით თამაშობთ, ცეკვავთ, შეიძლება ვიძრომიალოთ ისეთ ადგილებზე, რაღაც ხეზე ავიდეთ, ღობეზე ავიდეთ. ყველაზე რთული იყო მამაც ჩემი საავადმყოფობის დროს გვერდში დამიდგა ძალიან ჩემი უფროსი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მხარდაჭერა. დღესდღეობით კარგად არის მამა, მაგრამ თურქეთში ვიყავით და მახსოვს თითოეული სიტყვა მისი მეუბნებოდა რომ ნუ გეშინია ყველაფერს შევძლებთ. და ესეც იყო. ძალიან ვჩხუბობდით ბავშვობაში. ასაკთან ერთად რა თქმა უნდა იცვლება დამოკიდებულება, ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის ორივე. მილიცაც და მუროც. აქიდანვე ვეუბნები რომ ძალიან მიყვარხართ და მთელი ცხოვრება ერთად უნდა ვიყოთ. ჩვენი ურთიერთობა ორივენაირია. გვაქვს როგორც საიდუმლოები, ისე ჩხუბობთ ხოლმე. როგორ გყოლოდა ის, როგორ იქნებოდა შენი ცხოვრება? ცარიელი უთხარი. ცარიელი. და მოსაწყენი. რაზე გიკამათიათ ან გიჩხუბიათ ყველაზე მეტი? ფეხბურთში იტყუება ხოლმე ეს. ფეხბურთში ანგარიშზე. იტყუება. არა. ჩვენ ვართ 6 დედმამიშვილი და ჩემი ცხოვრება მასთან ერთად არის, რავი, ალბათ ზღაპარი. ჩემი დიდი საკითხების გადაწყვეტაში ყოველთვის მეხმარებიან ისინი და ისე არ მივიღებ გადაწყვეტილებას, მათთან რომ ვერ გავიარო და ძალიან, ესე რომ ვთქვათ, მასაპორტებენ საქმეში. ეხლა დაიბადა ზუსტად ჩემი ძმისშვილი და ალბათ ყველაზე ბედნიერი მაგ მომენტებში ვიყავით. მახსოვს ეხლა დებისგან რომ ადრე მე პატარა ვიყავი, ისინი დიდები იყო და აქ თბილისში სწავლობდა და წამომიღებდა ხოლმე რაღაცა საჩუქარს, ხან ამ სხვა ჩამოვიდა და ხან კამპეჩი. მშობლები რომ მიდიან მერე კიდე სოფელში ხო? რაღაცნაირად ეს დედმამიშვილი რჩება იმ ოჯახიდან რაღაცა შენი მთელი ნათესაობის წარსულის საერთო ყველაფრის და ისინიც რომ აღარ არიან, ეხლა კი მომავალთაობა შეიძლება შვილის ყავდეს და შვილიშვილის, მაგრამ ის იმას ვერ შეცვლის, ხო? ყველას თავისი ადგილია. იცით, ყოველთვის მიჭირდა აი დედმამიშვილის გარეშე ყოფნა. აი არის რაღაცა მომენტები რაღაცა ცხოვრებაში, რომ აუცილებელია რომ ყავდეს დედმამიშვილი. თუნდაც მარტო რო არ იგზნო თავი, რაღაც გვერდში დგომა, მხარში დგომა. პერიოდი მაქვს ეხლა ცხოვრებაში. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ალბათ ვფიქრობ, რომ ეხლა მჭირდება. როცა უკვე შეგნებულა ვცნობდი რომ მე მყავს ორი და ჩემზე ბედნიერი კაცი ალბათ ამ წუთის სოფელში არ მეგონა. დედმამიშვილის გულისათვის შეიძლება ადამიანმა თავის გაწირო. ჩემი სხეულია, ჩემი ხორცია და ჩემი ცხოვრება და ჩემი ხვალინდელი დღეა. როცა ორი ძმა დადგება, უკვე ძალა არ არის შენი მომრევი. აღარ ამყავდა მიღუპა დედმამი. ძმა მყავდა მარტო ერთი. რამე რო იყო და სადმე ერთად მივდიოდით და ძალიან მიხარულა და ეხლა მარტო მიწევს სასურველია. კარგი იქნებოდა რომ ჩემ გვერდზე ყოფილიყო და არ მოეტეხა მხარი. როცა დრო იქნება შევხვდებით ალბათ. მეუღლე რომ დამეღუპა, დიდი მეგობარი იმ დროს და ყველაზე ჩემი დიდი გულშემატკივარი ჩემი დედმამიშვილი იყო. იყო ხოლმე პერიოდი ჩავარდნების ჩემ ცხოვრებაში პირადად, როცა ჩემმა დებმა ძალიან დიდი დახმარება და ძალიან დიდი ღვაწლი შეიტანეს ჩემ ცხოვრებაში. ასაკი რო გვემატება, უფრო ვეხუტებით ერთმანეთს და რა ვიცი, გვიყვარს და გვიყვარს უფრო ძალიან და ძალიან. ჩემი ცხოვრება სულ სიტყვა და სიყვარულში გავატარებ დედმამიშვილთან და დღემდე მასე ვარ. წავედი. ღიმილი რა თქმა უნდა არ მოგშორებია პირიდან და ღიმთან ერთად ცოტა თრემნარები ემოციებიც იყო რა თქმა უნდა ყველაზე ძვირფასი, ყველაზე თბილი, ყველაზე ტკბილი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში. ბევრისთვის რა თქმა უნდა ემოციური თემა იქნება, როდესაც საუბარია დედმამიშვილზე.
რა როლს თამაშობენ დედმამიშვილები ჩვენს ცხოვრებაში? ჩვენი პირველი მეგობრებიც არიან, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ზოგ შემთხვევაში პირველი კონკურენტებიც. ადამიანები, რომლებთანაც ბავშვობის ყველაზე ძვირფასი მოგონებები გვაკავშირებს. ან ისინი ვისთან ურთიერთობას როცა განმავლობაში ახალ მნიშვნელობას იძენს. დედმამიშვილებთან ურთიერთობა ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება, სწორედ ამ ურთიერთობაში ვსწავლობთ გაზიარებასაც, პასუხისმგებლობას, პატიებას, ერთმანეთის მხარდაჭერას, სიყვარულის გამოხატვას. როგორ ყალიბდება ეს კავშირი, რა გავლენას ახდენს ის ჩვენს პიროვნებაზე და როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ თბილი ურთიერთობა წლების განმავლობაში. ამ საუბარს შევუყვებით ახლა ჩვენ სტუმართან ერთად ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილია დღეს ჩვენი სტუმარი დილამშვიდობის მოგესალმებით ქალბატონო და რაღაცნაირ განწყობაზე მოგვიყვანა ყველა ამ თემამ. პირველ რიგში გავუყვეთ დედმამიშვილების არსებობის მნიშვნელობას და მათ გავლენას ჩვენს პიროვნულ ჩამოყალიბებაზე. პირველია მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. თემა თბილია, რაღაცნაირია. კი, დილიდან როგორც კი დავაანონსეთ, მას შემდეგ ამ თემას ველოდებით და ტრიალებთ ამ თემის ირგვლივ. იმიტომ რომ ძალიან ემოციურია და ჩვენ ალბათ ხა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, რომლებიც დაიწყებენ თვითშემეცნებას და თვითრეფლექსიას, რა არის მათთვის და ძმა. მოდით დავიწყოთ ოჯახის განმარტებით, რა არის ოჯახი. ეს არის ქორწინების ანათესაური კავშირის საფუძველზე შემდგარი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანობა, მხარდაჭერის და მორალური პასუხისმგებლობის განცდა. ნახეთ, მე იმიტომ არ ვეხმარები ჩემ ძმას ანდას, რომ მორალური პასუხისმგებლობა მაქვს. მე ის უბრალოდ მიყვარს. იმიტომ რომ ის ჩემი და ან ძმა არის. და მშობლების მიერ მე ვთვლი, რომ ეს საჩუქარია, როცა ერთ-ერთ შვილს უჩენენ მეორე დას ან ძმას. ხო, უჩენენ, თითქოს მისთვისაც აჩენენ, ხო? მარტო საკუთარი თავისთვის. ოღონდ აქ არსებითი მნიშვნელობა აქვს. რა გავლენას ახდენენ და ვინ? მშობლები. მათი ფსიქოლოგიური სიმწიფე, მათი პოზიტიური მშობლობის ხარისხი, მათი მზაობა, არა ერთი, არამედ რამდენიმე შვილისთვის. და გაცნობიერება, რომ ვინ არიან ეს პატარა ადამიანები ჩვენთვის, ვინ ვარ ჩვენ მათთვის და რა უნდა ვასწავლოთ მათ ერთმანეთთან მიმართებაში. ნახეთ, ძალიან საინტერესო ასპექტია, რაც უფრო მცირეა განსხვავება ასაკობრივი, მით მეტი კონკურენცია მათ შორის. მე მიფიქრი ამაზე, იმიტომ რომ იმედად იქ ვსაუბრობდით ეთერს, მაგრამ მე თითქმის 8 წლით უფროსი დამყავს და ეს ჩემი და ჩემთვის არის მშობელიც. მეორე დედა. მეორე დედა კი, ანუ არც წარმომიდგენია თუ ეს თემა შეიძლება, რო არა დავუშვათ ის მაგალითები, რასაც ცხოვრების მანძილზე რაღაც გაგვიგია გარშემო. არც კი ვიფიქრებდი ოდესმე თუ შეიძლება საკუთარი დედმამიშვილი აღქმული იყოს როგორც კონკურენტი, როგორც აი რაღაცა სადაო მასთან რამე ნებისმიერ და ანუ ეს ნამდვილად განაპირობებს ასაკი. არსებითი მნიშვნელობა ნამდვილად აქვს, ყოველ შემთხვევაში კვლევები ამას ადასტურებს. პირველ შვილს ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა, მაღალი მოლოდინები. ერთ შემთხვევაში ეს დადებით გავლენას ახდენს მის პიროვნულ მახასიათებლებს და მეორე შემთხვევაში ძაბავს, იმიტომ რომ ჭარბი პასუხისმგებლობა აღრმავებს კონკურენციას მეორე და-ძმებთან. ნახეთ, მე თუ მევალება ძაღლის გასეირნება, ბავშვის და-ძმის ბაღში წაყვანა, სადილის კეთება, რა დონეზეც, ხო? მე ნეგატივ თავისთავად ცხადია, რომ ნეგატივი მიჩნდება იმ პატარა და-ძმასთან მიმართებაში, იმიტომ რომ დედა მავალებს, არ მთხოვს. ნახეთ, მავალდებულებს და თუ ეს თხოვნის საფუძველზე იქნება, შეიძლება ცოტა უფრო რბილად წავიდეს ეს პროცესი, იმიტომ ვახსენე მშობლობის ფსიქოლოგიური სიმწიფე. ჩემი გასაკეთებელი მე უნდა გავაკეთო და თუ ვთხოვ, ვფიქრობ, რომ ეს მსრულველობა რო აქ კიდევ უფრო მეტად ეყვარება საკუთარი დედმამიშვილი. არ ვიცი, რა ფორმით არის, არა, რა ფორმით არის ეს მიწოდებული. თუ თქვენ მეუბნებით, რომ მე უნდა მოვუარო ამ უნდას, მეორე საწინააღმდეგო მხარე ერთვება, ხო? მაგრამ თუ გთხოვ, რომ თიკე შეგიძლია წყალი დაალევინო, თან თხოვნის ფორმა. მაშინ მე თანხმობდი და მე მამისთვის მადლობას გიხდი. ანუ
თქვენს პერსონიფიცირებას, თქვენს მნიშვნელოვნებას უსმევ ხაზს. ხა ჩვენ გვაქვს არაერთი თეორია, განსაკუთრებით ადლერის თეორია, ფსიქოლოგებს მოახსენება ძალიან კარგად, რიგითობის შესახებ. ანუ პირველი შვილი ცალსახად მაღალი პასუხისგებლობით, მაღალი მიზანდასახულობით, მაღალი ჩართულობით და ასევე მაღალი მოლოდინებით მასთან მიმართებაში გამოირჩევიან. ესეც შეიძლება ნეგატიურიც იყოს, შეიძლება პოზიტიურიც იყოს. აქაც თუ მე მავალდებულებენ რაღაცა ვალდებულებით სახეს იღებს და ჩემში ნეგატივს იწვევს და თუ მე მეტყვიან რომ დედიკო მიდი გააკეთე როგორც შეძლებ თუ არ და მე აქ ვარ და მოგეხმარები ნახეთ უკვე ჩვენ შემოდის ხარდაჭერა შემოდის ემოციური და დანაშაულის ტოლფასია შედარება დაძმებს, ბიძაშვილებს, მეგობრის შვილებს და ასე შემდეგ. კი, იმიტომ რომ ამან შეიძლება პიროვნულ ტრაგედიამდე მიგვიყვანოს. აი პირობითად რომ აი რას გევხარ და შენი და ნახე როგორ იქცევა. ამ დროს ამითაც მინდოდა დამეწყო რომ ჩვენ ვართ ინდივიდუალურები, უნიკალურები, განსხვავებულები. აქ არ არის ვინ კარგია და ვინ ცუდია. ხასიათი, ფსიქოტიპი, აღზრდა, დამოკიდებულება, ჩემი აღიარების ხარისხი პირდაპირ კავშირშია ჩემს პიროვნულ მახასიათებლებთან. მე თუ მოუფერებელი ვარ, უსიყვარულო გარემოში ვარ გაზრდილი და ყველაზე მნიშვნელოვანი მე ვხედავ უსამართლობას ჩემთან მიმართებაში, რომ ჩემი და ან ძმა განსაკუთრებულად უყვართ, ის მეყავთ ყველგან, ათამამებენ. შეიძლება სამი გოგოს მერე ბიჭია, შეიძლება პირველი ბიჭია და მერე გოგოა. ანუ პირველი ყველა შემთხვევაში ტახტის მემკვიდრეა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია 2, 3, 4 გოგოს მერე გაჩენილი ბიჭი, რომელიც ცალსახად მეფეა. ნახეთ, პირველ რიგში თვითონ ის ბავშვი ზარალდება და მერე მისი გავლენა დანარჩენ და-ძმებზე. აი ჩვენ საოცარ სიუჟეტს უყურეთ, ხომ? რა აერთიანებს დედმამიშვილებს? პირადი ცხოვრებისეული კრიზისები, ჯანმრთელობის პრობლემები, მშობლების პრობლემები. ნახეთ, ჩვენ იმიტომ კი არ უნდა მოუაროთ დედას და მამას, რომ ეს გვევალება. ჩვენ გვიყვარს ისინი. ისინი ჩვენი მშობლები არიან და ჩვენი სოციალური როლები იცვლება იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ისინი გვივლიან, გვზრდიან და მე მარტო პასუხისგებლობა არა. მე წამლებს იმიტომ არ ვყიდულობ დედასთვის, რომ მევალება. მე მინდა რომ დედა კარგად იყოს და გავუხანგრძლივო ეს კარგად ყოფნის პერიოდი. დარჯენი უფლისნებაა, ხომ? მაგრამ ის რომ ნახეთ დასაწყისში ვახსენე მორალური პასუხისგებლობა. ეს არაფერი არ არის. ეს ან გაქვს, ან არა გაქვს. მე მიყვარს ის ადამიანები. დაიქნება თუ ძმა იქნება და ზუსტად აი ეს ოჯახური კრიზისები აერთიანებს. და ნახეთ კიდე რა არის მნიშვნელოვანი. მხოლოდ ბიოლოგიური კავშირი არ ქმნის ემოციური სიახლოვის განცდას. ეს არის ურთიერთობები, ეს არის მოგონებები, ეს არის ემოციური სიახლოვე. აი რო გეტყვით გახსოვს ეს და უკვე ემოციური სიახლოვე. იქ მე საჩუქარს მაჩუქებ, მაკოცებ თუ უბრალოდ იზრუნებ ჩემზე, ეს ათბობს ამ ურთიერთობას. ჩვენ აი ბავშვობის რაღაც საკითხებს შევეხეთ, რომლის გამოც შეიძლება არ იყოს ესეთი თბილი ურთიერთობა, მაგრამ რაღაც მგონი რომ რაღაც დასრულობაში მაინც თითქოს დავიწყებას მიეცემა ეს რაღაც ბავშვობის მომენტები, რომელიც იყოს მეტი მზრუნველობით გამოწვეული თუ ასე შემდეგ. თუ შეიძლება სწორედ ის ბავშვობის რაღაცები იქცეს საფუძვლად იმისა, რომ არსებობენ ისეთი დედმამიშვილები, რომლებსაც არ აქვთ ერთმანეთთან არამსუ თბილი, არამედ თითქმის არანაირი ურთიერთობა. აი ესეთებიც ხო არის? რეალობას რომ გამოსწოროს თვალი. სამწუხაროდ არსებობს და ეს განპირობებულია ისევ იმ ოჯახური ატმოსფეროსი, იმ ფსიქოლოგიური კლიმატით, რომელსაც აყალიბებენ მშობლები. რა თქმა უნდა, ცალსახად მივდივართ მშობლებთან. ნახეთ, მე პირდაპირ გეუბნები, რომ შენ ხარ ჩემი მემკვიდრე, შენ გიტოვებ მთელ ქონება, სხვა შორის ქონება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, აგარაკია თუ ძირითადი საცხოვრებელი სახლია თუ ასე შემდეგ. ან მთელი ჩემი ოქრო შენია დედიკო, იმასა, ან რძალს უნდა დაუტოვო და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქით და მე სად ვარ. ანუ მე დანამატად ვარ გაჩენილი ამ ოჯახში, თუ მე მელოდებოდნენ. ესე იგი მითის საყვარელი შვილის არსებობს. იცით რა, სამწუხაროდ არსებობს. სამწუხაროდ არსებობს. ეს აქაც თითოეული მშობელი თავისი სუბიექტური პირადი გამოცდილებიდან მოდის. ნახეთ, ერთ შემთხვევაში მე თუ მცემდნენ, ვიტყვი რომ მეც ვცემ, ან უარესი, იმიტომ ვარ კარგი რომ მცემდნენ. და მეორე, მე დედას და მამას ისე ვუყვარდი. რომ რატო არ ეს არის ჩადებული, ანუ ფუნდამენტი, ბაზისი ეს არის, რომ ჩემი ნდობა და უსაფრთხოება იყო დაცული და ავტომატურად იგივე გადმოდის ჩემ შვილებზე. მე თვითონ 2 მშვილი მყავს, გულწრფელად გეტყვით.
არ ვიცი რა ნიშნის უნდა გავარჩიო ისინი ერთმანეთისგან. უფროსი იმიტომ მიყვარდეს რომ უფროსია თუ უმცროსი რომ უმცროსია. არ ვიცი. ორივე თანაბრად მნიშვნელოვანი. ეს უფლის უზარმაზარი წყალობაა, რომ ეს პატარა ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში არსებობენ და ჩვენ მათზე უნდა ვიზრუნოთ. აქ კიდევ მარტო იმიტომ არა რომ პასუხი დედა ვარ და სტატუსი მაქვს. მე ისინი მიყვარს. აი ამ სიყვარულსაც ვსწავლობ იმ ოჯახურ ატმოსფეროში და ნახეთ დედმამის კონფლიქტი. ან დედმამის ურთიერთობა. პირობითად მე თუ მამა მიყვარს და დედმამა კამათობენ, მამა მტყუანი თუ არ მე მაინც მამის მხარეზე ვარ შინაგანად. ხა გოგო მამის მოდელსაც რო თავი დავანებოთ. და მეორე შემთხვევაში მე ვხედავ რომ მამა უსამართლოა. მამა მიყვარს, მაგრამ ჩემი შინაგანი სუბიექტური ღირებულებათა სისტემიდან გამომდინარე დედის მხარეზე ვარ. და შეიძლება დედასაც მეტი ემოციური კავშირი აქვს ჩემთან. აი მე ეს დაძმების კონფლიქტი ზრდასრულობა შეიძლება გაღრმავდეს, შეიძლება დავჯდეთ უკვე ზრდასრული გონიერი მომწიფებული ადამიანები და ვისაუბროთ. არ განვსაჯოთ, არამედ განვიხილოთ, აი ჯანსაღ დისკუსიაში შემოვიდეთ, რომ რა მოხდა იქ ჩვენ შორის. და დღეს ვინ ვართ ერთმანეთისთვის და როგორ ვაგრძელებთ ურთიერთობას. და როგორც წესი ეს რაღაცა, არ ვიცი, ან განსაკუთრებულობის გამო დედმამიშვილებს შორის, რომელიმეს განსაკუთრებულობის გამო ეს რაღაც პროექცია ხდება მე საკუთარ ოჯახებშიც, ხო? ან იდენტური მეორდება, ან პირიქით სრულიად საპირისპირო, რომ შეიძლება იმიტომ ჩაგრავდა შენს ერთ-ერთ ჩულს, რომ შენს დედმამიშვილთან ის იყო ყველაზე პრიორიტეტული და ყველაზე ესე გვეცნობიერად და მე როგორ შემიძლია, ასე ვთქვათ, კომპენსაციას ვახდენ იმ ჩემი ტკივილის, სათამაშო არ მოგეცი გიჩქმიტე, მოგწიწკნე, პატარა, მაგრამ რაღაცა დოზით ვიკმაყოფილებ იმას, რომ დედა შენ ჩემზე მეტად უყვარხარ. ეს სუბიექტურია, თუ მართლა ობიექტურია, ხმა აქვთ ხოლმე ბავშვებს ამისა, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია. თან ვინ როგორ აღიქვამს და იღებს აი ამ მშობლისგან გაზიარებულ რაღაცას, ხო? ვიღაცას ამახსოვრდება საუკეთესო ამბები, ვიღაცას არ ამახსოვრდება საუკეთესოები და რაღაც ცუდ რაღაცებს ჩაეჭიდება ხოლმე. აი ეს რაზეა დამოკიდებული? აი ისე მშობლის როლი, რომელმაც აუცილებლად ნეიტრალური და სამართლიანი პოზიცია უნდა დაიკავოს დაძმების კონფლიქტის დროს. მე პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ვარ, იცით და როდესაც მუშაობ მოზარდებთან ვეუბნები დაძმა ყავს ნერვებს გიშლის კი და მოდის ტალღა და მოდი იცი რა დღეს რომ მიყვა რა უყვარს აბა მოდი უყიდე და სთხოვე რომ შენს პირად ნივთებს არ შეეხოს და ამ დროს დედა რას აკეთებს გონიერი დედა ამას ითვალისწინებს და სთხოვს რომ მის პირადი ნივთები იქნება თუ სივრცე იქნება თუ ასე შემდეგ და მეორე რა მოხდა რომ შემოვიდეს დიდი ამბავი ხო არ შეგიჭამს იმ რაღაცას შემიჭამს და მოხდა იმიტომ რომ მე მერღვევას აზღვრები ამიტომ ისე უმშობელთან მივდივართ მოდით მოვიწესრიგოთ ნერვული სისტემა და მერე გავაჩინოთ ბავშვები, რომლებთან მიმართებაშიც უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ისე მშობლებთან და მშობლების ირგვლივ ტრიალებთ პრინციპში ყველა პრობლემიდან გამომდინარე, მაგრამ აი მაინც რა არის ის შეცდომები, რასაც ძირითადად მშობლები უშვებენ, რომ აქედან გავაფრთხილოთ და რაღაცნაირად ცოტა დავაკვალიანოთ. გარჩევა შვილების, მათი ინტერესების უგულებელყოფა, მათი ემოციების გაუფასურება. ნახეთ მოვიდა და გითხრა რომ აი ჩემო ძმამ დამარტყა და კაი რა დედა რა მოიცა გაგიგულის რა ნახეთ ესე იგი მე არ ვარ აღიარებული და აქ გონიერი დედა რას აკეთებს დედი კომუნდი ვკითხოთ რატო გააკეთა ეს და ალტერნატიული ქცევა შევთავაზოთ რომ აი იმ დარტყმის ნაცვლად რა შეიძლებოდა და მე ორივე ვსვავ და ძალიან მშვიდად და წყნარად ვუხსნი ვინ არიან ერთმანეთისთვის და რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ ჩვენ არ ვიცით აი ზუსტად თუნდაც ეს ერთი ეპიზოდი რა მნიშვნელობას მოხდენს მათ ურთიერთობაზე შემდგომ სოციუმთან და რას უყრით ამით საფუძველს ან პირიქით გავაუფასურე კარგი რა დედიკო რა შენ სულ ასე ლაპარაკობ ნახეთ უკვე პიროვნულ მახასიათებელს გაესვა და მე აბსოლუტურად უგულებელ ყოფილი ვარ და მე ვიწყებ ბრძოლას არსებობისთვის დედა იქნება და ძმა იქნება თუ შეიძლება გარბოდე და ფეხი წამოგიდო გამიზნულა და არანაირი არაცნობიერი გამიზნულოთ იმიტომ რომ შენ რო გეტკინება დედასაც ეტკინება და მე ორივესთან მიმართებაში ჩემს პატარა შურისძიებას დიახ ვახორციელებ და ვიკმაყოფილებ მაგრამ აქ არის რისკი რომ ეს არ ჩამოყალიბდეს პიროვნულ ღირებულებად ყველაზე მეტად სადავო არის ალბათ ქონებასთან როცა მიმას საქმე მაშინ შეიძლება ყველაფერი გაფუჭდეს ჩაიყაროს წყალში და რაღაცნაირად გახდეს ეს კიდევ ერთი უდიდესი მიზეზი დაცმის
ან დების თუ როგორც არის ურთიერთობების გასაფუჭებლად. რა იქნება აქ ყველაზე გონივრული რჩევა თქვენი გამოცდილებით და გადასახედიდან, იმიტომ რომ არის მართლა სხვადასხვა ვერსია, რომელსაც უფრო უჭირს იმას ცდილობენ უფრო დაეხმარა მშობლები, იმიტომ რომ იმას უფრო უჭირს და მეორე უფრო ყოჩაღად არიან. შეიძლება რაღაც თანაბრად გადანაწილდეს, მაგრამ ერთი ნახატი გახდეს ისეთი სადაო, რომ მაინც კონფლიქტი შედგეს. აი თქვენი გამოცდილებით რა არის ყველაზე გონივრული, რომ ესეც არ გახდეს აი მიზეზი ისე მშობელმა თავისი გონივრული შეინარჩუნოს გადაწყვეტილება. სქესობრივი დიფერენციაცია რომ ეს ბიჭია და ქონება და გვარის გამგრძელებელია. მე მგონი ცოტა შესუსტა ეს თემა, ხო? იმიტომ რომ შვილი-შვილია და ისევ მშობლების კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. მაგრამ ნახეთ, შეიძლება ერთ-ერთ შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდეს. ან ძალიან ცუდი მოსასმენია, მაგრამ ერთ-ერთი შვილი გარდაიცვალა. აი აქ რა ხდება? იმიტომ რომ იმის სახელზე იყო და მის შვილებს დარჩეთ და რაც იწვევს მეორე ადამიანს, მეორე დედმამიშვილის შეიძლება ფარულმა, შეიძლება ღია აგრესიასაც და ძალიან ბევრი სასამართლო პროცესები კანონებიც კი შეიცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთია, როდესაც გამორჩეულობას ზუსტად აი ჯანმრთელობის პრობლემები განაპირობებს. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე აღარ გიყვარს და სრული იგნორი ხდება. იმიტომ რომ იქ ის ბავშვი ნატრობს ავადობას. რომ ისიც მოექცეს ყურადღების ველში. აი გარდაცვალების შემთხვევაში თან მშობელი, როდესაც რაღაცეების გამო ძალიან რთული ხა ჩვენ მზივარდელ ამაზეც ვსაუბრობთ ეკრანიდან და ძალიან რთული ადამიანურ კონტექსტში, ემოციის მართვის თვალსაზრისით. ხა შვილის გარდაცვალების იქით მგონია რომ არანაირი ტკივილი არ არსებობს, რომელსაც საზომი ერთეული აქვს, ხომ? მაგრამ ცუდია, მაგრამ მოხდა და აი მე რას ვაკეთებ. გამოგლოვის პროცესის შემდეგ ვიწყებ იმ შვილზე ზრუნვას. და იცით რა არის საინტერესო? აი ეს ჭრდილში მოქცეული შვილის ფსიქოსომატური ჩივილები. არაფერი არ ტკივა, მაგრამ იწყება ასთმა, იწყება კუჭანწლავის ტკივილი. სხვა გადამისამართება ხდება ფიზიკური ტკივილის ფორმაში იმ სულიერი ტკივილის. თემა რა თქმა უნდა ღრმა არის, ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მადლობა გაშუქებისთვის კი. უბრალოდ ყველა ასე ვთქვათ შემთხვევა და кейსი არის ინდივიდუალური და რა თქმა უნდა მაინც თუ ფინალისკენ წავალ, მივდივარ მშობლების კეთილგონიერებასთან. ქონება იქნება, მანქანა შუაზე ვერ გავჭრით, მაგრამ გავყიდი და გავყოფ. იმიტომ რომ მან დაინახოს რომ მე სამართლიანი ვარ. სულ რომ შეძლებული იყოს ერთი ცალი და ერთი ნაკლებად მაინც სამართლიანად უნდა მოხდეს ყველაფრის გაზიარება. მე მგონია რომ ასე უნდა მოხდეს კი, რომ რაღაცა ნაკლი, რაღაცა წყენა, ფარული წყენა არ ჩარჩეს, იმიტომ რომ დედას ვერ ვერევი, მამას ვერ ვერევი, სამაგერო თქვენ გერევით. იქ თქვენი შვილი არ მიყვარს, იქ თქვენ აღარ ჩემი დაძმა აღარ მიყვარს და ასე შემდეგ. აბა სხვანაირად საწავიღო ეს ჩემი წყენა და ბრაზი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონანა ამ თემაზე გასაუბრებისთვის. თემა ისეთია, რომ ვერ გადავჭერით ასე პრობლემა, ყველა შემთხვევა არის რა თქმა უნდა ინდივიდუალური. თუმცა იმის გააზრება, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანია დედმამიშვილის ცხოვრებაში საკუთარი და ან ძმა, ეს ნამდვილად ასია და მშობლებთან მოდის ისევ მთელი ქვაკუთხედი ამ ყველაფრისა, რომელიც ამ ყველაფერს უყრის საფუძველს, რომელიც მე არის მუდმივი და უსასრულო დედმამიშვილების სიყვარული. მადლობა ყველას შეგძლებოდეს ასეთი დედმამიშვილების გაზრდა.